რუსეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მეტწილად მეგობრულად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევის მამა, კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი და მოსკოვისათვის სანდო ფიგურა, რომელიც კარიერის მანძილზე საბჭოთა მმართველობის უმაღლეს ეშელონებამდე ავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1993 წელს ჰეიდარ ალიევი, რომელიც მანამდე იყო ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, გახდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ დროისათვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ ალიევმა სწრაფად გააცნობიერა, რომ მას რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა დასჭირდებოდა ამ პროცესში. აზერბაიჯანი ჯერ კიდევ სუსტი იყო, ხოლო რუსეთი რეგიონში მთავარ ძალად რჩებოდა, რომელიც ამავდროულად ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს. ამასთან ერთად, ალიევმა აშკარად დაინახა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური წინსვლის მთავარი რესურსი ნავთობი და ბუნებრივი აირი იყო, რაც დასავლეთს აინტერესებდა. ამიტომ მან აირჩია ბალანსის პოლიტიკა, ცდილობდა შეენარჩუნებინა სტაბილური, საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ამავდროულად კარი გაუხსნა დასავლურ კომპანიებსა და მთავრობებს. მაგალითად 2002 წელს აზერბაიჯანმა რუსეთს გაბალას რადარული სადგურის გამოყენების უფლება მისცა, რომელიც საბჭოთა დროინდელი სარაკეტო თავდაცვითი ობიექტი გახლავთ და მას რუსეთი აზერბაიჯანისაგან წელიწადში $7 მილიონ ქირაობდა დაზვერვითი საქმიანობისათვის. თუმცა 2012 წელს უკვე ილჰამ ალიევის აზერბაიჯანმა ქირის $300 მილიონამდე გაზრდა დააპირა, რასაც რუსეთი აღარ დათანხმდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დღით ადრე, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაცია, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა დიპლომატიურ საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ქაღალდზე ეს კავშირი მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა, მაგრამ აზერბაიჯანი რუსეთის მიღმა კიდევ უფრო აძლიერებდა ურთიერთობებს თურქეთთან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან. სწორედ ისრაელიდან და თურქეთიდან ნაყიდმა დრონებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა.